მოგესალმებით ყველას და როგორც ყოველთვის დღის განმავლობაში მსოფლიო კულტურულ ცხოვრებაში მომხდარ ამბებს გაგაცნობ. თავდაპირველად როგორც ყოველთვის გავიგოთ რა ხდებოდა ჩვენთან. შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლებ. ასე რომ უახლოესი 20 წუთის განმავლობაში თქვენ გაიგებთ რა ხდებოდა საინტერესო კინოსა და მუსიკის სამყაროში. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა, რომლის ორგანიზატორის და იდეის ავტორიც გახლავთ მუსიკათმცოდნე, ქალბატონი ვალენტინა ბალანჩივაძე, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს საღამო დიდი რუსი პოეტის ალექსანდრე პუშკინის ხსოვნისადმი მიეძღვნა. საღამოს ასევე ეწოდება პუშკინი მუსიკაში. ელენე ახვლედიანის სახლი ყოველთვის იყო სალონური სიტუაციების სახლი და ეს იყო სალონი მე-20 საუკუნის, სადაც იკრიბებოდა ყოველთვის არაჩვეულებრივი საზოგადოება და განსაკუთრებით ჟღერდა მუსიკა. ეს ტრადიციები, რა თქმა უნდა, მისი გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება და ძალიან სასიხარულოა, რომ ამ ბოლო ათეული წლების მანძილზე, როდესაც ასეთი გაჭირვება, ჩვენ ვახერხებთ და აი ასეთი საღამოები კეთდება. ლიტერატურულ კაფეში ირაკლი ნადარაიას საღამო გაიმართა. ირაკლი პროფესიით ეკონომისტია. ლექსების წერა მისი ჰობია. როგორც ჩანს, საკმაოდ სერიოზული გატაცებაც. იგი ბევრს მოგზაურობს და თურმე საზღვარგარეთაც ხშირად მართავს თავის შემოქმედებით საღამოებს. საყვარელი ლექსი კი ასე ჟღერს: მატარებელი. ალბათ მოგზაურობისას სწორედ მატარებელია მისთვის გადაადგილების ერთადერთი და საყვარელი საშუალება. მაგოდენა ლოკოკინა არ უნდა გაისტუმრა ვალი სონარით გაიგონე დრო არის მეორე მათ ჩამიარეს ერთგან ხილით ორგან ხილით ათგან ზოგან სხვაგან სილით ბესროლე კარებს პატარა ძელი შემიხოს მიდამე შემიხელი რა გინდა რა ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია საღამოები თბილისში, საქართველოში. მქონდა საღამოები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ევროპაშიც, აღმოსავლეთის ქვეყნებშიც და მაინც განსაკუთრებით მაღელვებს საქართველოში გამართული საღამოები. ეგვიპტეს ფარნოს მას რა იფაროს რა სული ჩემო ანგელო დემო კოლიბრი ხილით დამკაცრებ ჩხილით მის თმაში მინდა ძილი თივა ზე კელი არ მინდა ჭერი ჭერის ვაგი ლიმნის ნაჭერი ჯერაკუმია ნორჩის ტანის ეპრის კანის მუმია